ვიწყებთ საუბარს კივითარ გამაძესთან იმ ბოლო დროის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებზე, რომელიც ირანთან ომის დაწყების შემდეგ მათ შორის ჩვენ ქვეყანასთან მიმართებაში ვითარდება და ყველაზე კარგად ამ შეკითხვებზე რა თქმა უნდა გვიპასუხებს კივითარ გამაძე, მივესალმები მას. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად, იმიტომ რომ უნდა დავიწყოთ საუბარი სწორედ ისეთ საკითხებზე, რომელზეც ახლა ყველაზე მეტად აინტერესებს ჩვენს მაყურებელს პასუხი, იმიტომ რომ როდესაც ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს საქართველოს მოქალაქე საბერძნეთში, რომელიც უთვალთვალებდა სოფლიოში ყველაზე დიდ ავიამზით ჯერალდ ფორდს და იღებდა მის სურათებს და უკვე ის იყო აყვანილი დასავლური სპეცსამსახურების თვალთვალის ქვეშ. აი ამაში რომ საქართველოს მოქალაქე მონაწილეობს და რაც თავი ეს პირველი შემთხვევა არ არის, გასულ წელსაც იყო იგივე და ხალხსაც ხდებოდა. ერთი რამ მინდა გკითხოთ და მე აღარ შეგაწყვეტინებთ, ანუ ასეთი ფაქტები რომ ხდება, შეიძლება ეს უკვე საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა იყოს თუ ეს მათი კონტროლის მიღმა უკვე რაც ხდება. სამწუხაროდ ვერ ვიტყოდი რომ კონტროლის მიღმა და ნუ ხე შეიძლება თვითონ არ ვწვნიან ამ ადამიანებს, მაგრამ აძლევენ საშუალებას რომ ისინი აი ეს გზას დაადგენ. როგორც თქვენ თქვით, სამწუხაროდ ეს არა თუ პირველი არც მეორე შემთხვევა არ არის, მეოთხე შემთხვევა უკვე 2 წლის განმავლობაში და ეს შემთხვევები არის ძალიან მძიმე. დავიწყოთ შარშან პირველი ასეთი შემთხვევა მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, როდესაც სწორედ ანუ ეს 4-ვე შემთხვევაში შემსრულებელი არის აზერბაიჯანის წარმოშობის საქართველოს მოქალაქე. პირველ შემთხვევაში ესეთი ადამიანი კლავდა ძალიან ცნობილ, ძალიან მნიშვნელოვან ირანელ ჟურნალისტს, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს, ბევრს ყავს ნანახი ეს ადამიანი. That doesn't call you Islamophobic if you treat ISIS the way that deserve to be. Yes. მასი ჰალინეჯადის კადრები, როგორ უხაროდა აიათოლა რომ მოხეს და ირანელი ხალხი რო გათავისუფლდა. მასი ჰალინეჯადია, ვის მოკლას წაპირებდა ეს ადამიანი და აი მართლა იმ გაეროში გამოსვლისას ემოციურად ეს ნაწილიც ახსენა, რომ ჩემს ღურბულზე შემოვიდა ჩემი მკვლელი და ჩავხედე თვალებშიო რა და ისე ახსოვს ეხაც რა და ეს იყო ჩვენი მოქალაქე სამწუხაროდ რომელსაც ჩახედა მან თვალებში, რომელიც უპირებდა მოკლას აი ესეთ ადამიანს რა. ეს მასი ჰალინეჯადის გამოსვლები, მისი ფოტოები ქუჩაში, გაეროში, ყველგან აბსოლუტურად ეს იყო ყველაზე აი ვირუსულად გავრცელდა და სოციალური ქსელები ეხუტებოდა ზუსტად და აი ამ ადამიანის მკვლელობაზე ლაპარაკი და საქართველოს ასე ნეგატიურად რო ექცევა ყველა კონტექსტში ამ ბოლო დროს. ხო ეგ არის რომ ეხა არის ცნობილი ყველასთვის საქართველოში არის პოლიგონი, იმიტომ რომ თუ ირანს შეუძლია ამის კეთება, ხო ყველა დარწმუნებულია რუსებსაც შეუძლიათ არა და კიდევ ვის შეუძლია კაცმა არის, იმიტომ რომ ყველას შეუძლია გავივიდეს, ვინ ვის რაში წვრთნის, ვინ ვის მოსაკლავად მართლის მოტაცებაც ხო გახსოვს, ხო? რა თქმა უნდა და ნუ რუსები რას აკეთებენ ახლა ამ ფონზე ალბათ ხო წარმოგიდგენიათ ახლა რამდენი ყავთ ეგეთი და ვის სადაგზავნიან, ვის მოსაკლავად და ასე შემდეგ. ანუ აქ რეპუტაციაზე არ არის მარტო ლაპარაკი. აქ არის ლაპარაკი რომ რეალურად ვართ ადგილი, ჰაბი, სადაც შეიძლება ტერორისტების მომზადება, სანქციებისთვის გვერდის შემოვლა, ფულის გათეთრება და შეიძლება ფაქტიურად ყველასთვის რა. და იმიტომ ერთადერთი რამის გამო რომ გლოვს ჭირდება ქეში და სულ ერთია რას უზამს ამ ქვეყანას, ამ ქვეყნის მოქალაქეებს, ოღონდ ის კაპეიკი რაღაცნაირად შეიუსოს. აი მაგაზეა სულ ლაპარაკი. ირაკლი კობახიძის როლი რა არის ამ ამბავში? ირაკლი კობახიძის როლი რა შეიძლება რამეში იყოს? არაფერი, რომ რასაც დაავალებს ის გლოვი, ის გააკეთოს, რა უნდა ქნას მეტი. კობახიძე როგორ შეიძლება რამ ექნას? ან იმ არასწორმა ტურამ რა უნდა ქნას? რაც ზეთყვიან იმას გააკეთებს ეს პარალონის ხელებიანი ჟელე და ეს არასწორი ტურა. რა უნდა გააკეთონ მაგათ? რასაც ეთყვის ეს. ამის შემდეგ ასევე ძალიან მძიმე შემთხვევა, რომელიც თან მოქმედებს უბრალოდ რეპუტაციაზე კი არა, აი ფიზიკურად მოქმედებს ჩვენს სამეზობლოზე, ჩვენს მდგომარეობაზე სამეზობლოში, იმიტომ რომ მეორე ადამიანი ესეთი კლავდა აზერბაიჯანის მთავარ რაბინს. და მე კიდევ ერთხელ ამბობ, რომ ეს გასულ წელს, ხო? გასულ წელს კი ბატონო. ისიც არის დაჭერილი, ისიც უკვე იხდის საჯელს და წინაზე ვთქვი და ეხლა ხაზი ავუსვამ, რომ ეს ყველაფერი არის მაგალითად, ხო, გამომწვევი იმისი, რომ დღემდე არ გაიხსნა სახმელეთო საზღვარი აზერბაიჯანთან, ხსნიდნენ მართლა იყვნენ მზად ამისთვის და სწორედ იმის გამო
რომ აქ აი ბოგინი მიდის აიათოლას ხალხის საბოლოო ჯამში თქვენს რომ თქვენ არ გავაკონტროლებთ ამ სიტუაციას, ჩვენ ვეღარ გავაკონტროლებთ, ამდენ გვირჩევნია საზღვარი იყოს ჩაკეტილი. აი ამ დონეზე მოქმედებს ეს ყველაფერი, ეს უბრალო რაღაცები არ არის, გარდა რეპუტაციული ამბისა, ხო? ანუ უკვე საყოველთაოდ ცნობილია, რომ აქ ხდება ამ ხალხის რეკრუტირება და საქართველო არის ამისი საბადო და ზუსტად იგივე ბაზაზე იგივე მოტივით ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის შარშანაც დააკავეს 26 წლის ადამიანი იქვე აი ამ ნატოს ბაზაზე და ეს გუშინდელი შემთხვევა მთლად გაგანია შუა ომში ხო ანუ რა ხდება საიდან გაჩნდა ამდენი ადამიანი ჩვენთან რომლებიც აი ესეთ მისიებს ასრულებენ სოფლიოს მასშტაბით და საიდან გაჩნდა ძალიან მარტივია ისე რომ დაუბრუნდეთ იმ ალ-მუსტაფას უნივერსიტეტს რომლის 10 წლის განმავლობაში 8-დან 18-მდე რექტორი იყო აი ხა შუალედური მოვალეობის შემსრულებელი იმის აიათოლასი და სულიერი ლიდერის ხო და ნუ სავარაუდოდ მოკლულია უკვე მაგრამ იმ პერიოდში ზუსტად როცა იყო საქართველოს მთავრობის რელიგიის სააგენტოს უფროს ვაშაღმაძეს და ეს სააგენტო არის ხოცების ადმინისტრაციის ნაწილია ნუ ფაქტიურად ამათ ხელში კი არის სუსის დანამატი მაგრამ ოფიციალურად ამ მთავრობის ნაწილია რა და აი ხაც ედო უდევს ალბათ კიდევ ამ სააგენტოს საიტზე სურათი ამ ადამიანთან ერთად რა და ამითი თავს იწონებს ეხლაც კი ხო და დეკლარირებული აქვს ეს ყველაფერი და არავინ არ მალავს და ხო და ეს უნივერსიტეტი რომელიც კიდევ ერთხელ ხო აქ არის გაჯეჯილებული არა აქვს აკრედიტაცია ეს ერთი ილიას უნივერსიტეტს ხურავენ და აი ამას აბუგინებენ აქ ისე მაგრამ გარდა მაგისა სანქცირებული უბრალოდ სანქცირებული კი არ არის ესე რომ ვიძახით სანქცირებული არის ტერორიზმის გამო ანუ მისი წარმომადგენლები სხვადასხვა დონის არიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტერორისტულ საქმიანობაში ჩართულები. ტერორისტული უნივერსიტეტია რა, ტერორისტების უნივერსიტეტი ბოგინებს და მუშაობს აი მთელი ძალით საქართველოში და სწორედ ისინი ახდენენ ამ ადამიანების ვერბოვკას ესე რომ ვთქვათ რა, ისინი იწოვენ მათ, ისინი ასწავლიან ამ საქმიანობას და ისინი აგზავნიან კონკრეტულ დანაშაულის ჩასადენად სოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ადგილებში. ეს ტერორისტული უნივერსიტეტი აკეთებს ამას და ამ უნივერსიტეტზე ზედ კიდე არის მიბმული აქაურობაში ხო უამრავი რაღაცა გარდა ამ საზღვრების რა ხდება აი ხო უყურებთ ანუ იმ სასაკლაოს დროს რამის იმას ზეიმობდნენ შახაბასობას და ქართველების გენოციდს ფაქტობრივად იმის მერე რა ხდება ხო გაუთავებელი პანაშვიდები იმისი რა ქვია ხომენეის ეხაც მიდის ამ წუთას მიუხედავად იმისა რომ ამ დღეებში ალ-მუსტაფას უნივერსიტეტზე უკვე ბევრი ითქვა და გამოაშკარავდა მაინც მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს მაყურებელს რომ ირანული უნივერსიტეტის ფილიალი თითქმის 15 წელია საქართველოში არსებობს და სამ ქალაქში ყოველწლიურად ათობით ახალგაზრდა სასწავლის შეიტურ ისლამს, სპარსულ ენას და ყურანს და მაგას მიამატეთ 4 მედრესე, ანუ სასწავლებელი სასულიერო, რომელიც ისევ ამ უნივერსიტეტის წიაღიდან არის, 2 ქალთა, 2 ვაჟთა, რომელიც ასევე მუშაობს ძალიან ინტენსიურად. ინტენსიურად და წარმატებულად და როდესაც ვლაპარაკობთ იმის შესახებ, რომ სანქცირებული იყო ეს უნივერსიტეტი 2020 წლიდან ამერიკის და 2022 წლიდან კანადის სანქციების ქვეშაა ჯაშუშური საქმიანობისა და ექსტრემიზმის პროპაგანდისთვის. და რა მისია აქვს ახლა ამ უნივერსიტეტს საქართველოში უნივერსიტეტის ფილიალის დაარსებამდე 5-6 წლით ადრე გამოქვეყნებულ ირანის 20 წლიან სტრატეგიაში რეგიონში ირანის გავლენის ზრდის გზები ასე იყო აღწერილი და მათ შორის პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ რომ მთელ სოფლიოში იქნება სპარსული ენის და ირანული კულტურის კურსები, იხსნება ირანული სკოლები, ცივილიზაციათა შორის დიალოგის ისლამური ცენტრები და რაც მთავარია ალ-მუსტაფას საერთაშორისო უნივერსიტეტი 2020 წლიდან დასანქცირებულია როგორც ირანული დაზვერვის პროექტი. კი ბატონო, ზუსტად ამას ვიძახი. პირდაპირ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის ტერორისტული უნივერსიტეტი. აი ეს სახელი შეგვიძლია პირდაპირ დავარქვათ და
ну, ესე იგი, ესე რომ ვთქვათ, კონსტრუქცია არის დაახლოებით იგივე, რაც რუსებს აქვთ ხოლმე, ხო, ეს კულტურული ცენტრების გახსნა, მე ეს კულტურული, როგორც კი ეს კულტურული ცენტრი გაიხსნა, შემიძლია გითხრათ, რომ საელჩო ფაქტიურად ფიქციად გადაიქცა. ისინი აკეთებენ ყველაფერს. ამათ ჩამოყავთ, რომ გაცვლითი პროგრამებით იქნება მალე, გვექნება საშუალება, რომ სურათებით წარმოადგენთ ყველაფერი, რომ ვინ ჩამოდიან და ვინ გადიან, მე ეს ჩვეულებრივი კოცები ეთქო პატიჟებენ ამ იმეებზე, რა ქვია, მიღებებზე და ვისთან იღებენ სურათს თავს რო იუპავენ საერთოდ მაგას ვერ ხვდებიან. ეხლა ვიღაცაებთან პოზიორობენ, შეხედავ იმას გული გაგიწყდება თუ იცი ვინ არიან, ხო? არიან აი ეს ძველთა კორპუსის წევრები და რაღაც საშინელი ხალხი, ესენი მოძრაობენ, გაუთავდა, ეგენი ასწავლიან ზუსტად აი ამ ადამიანებს, რომლებსაც აგზავნიან მე ვიღაცების მოსაკლავად, ხო? და რა ქვია, არის ესე იგი ფონიჭალის მუფტი კარიმოვია მე მგონი და ეს ხაჯი ხაჯიევი კიდევ იმაში რა ქვია მარნეულში. ეს ორი მუფტი არის პირდაპირ აიათოლების, აი უნივერსიტეტის საჭირდება პირდაპირ იმაზე არიან ბმაზე და მუშაობენ გიჟებებით. ეხლა აი სტუმრობენ ეხლა ერთმანეთს, ხანიქ არიან ხომენეის პანაშვილი მარნეულში, ხამფონიჭალაში და ნახეთ Facebook პოსტებიც მათი და პირდაპირ აცხადებენ, რომ ისინი ძალიან შეშფოთებულები არიან. მოსახლეობა მოწამლეს, ისინი საერთოდ არ იყვნენ ეგრე განწყობილები, მაგრამ ეპისტოლე აი იმ ხოცვაჟილეტის მერე კიდე ცოცხალი ხომენეის ახალი ეპისტოლე წავუკითხეს ორივე მიმეებით მეგაფონებით, ხო? ეხა დაიტირეს ეგრე, ხო? და ეს მუდმივ რეჟიმში მიდის და მიდის, აი ძალიან ინტენსიურად. ამას დავამატოთ ეხლა ახი ყალაძე შემხვდა Facebook-ზე იმას თინა ხიდაშეს მოღალატეს ეძახდა, იმიტომ რომ მან ამხილა იმაში, რომ ამასთან ერთად, ну რა თქმა უნდა, ამათი მოგება რა არის ფული როგორც ყოველთვის, ხო? ის კაპეიკის მონამ რომ აქედანაც არის შოუს კიდე ქეში გაგიждდება, ხო? აქ რაღაც ქეში იშოვება ამათი ფულის გათეთრებაში, ამათი ნავთობის სანქციების გვერდისავლით შემოვლაში, რაც თინახიდაშელმა ეხა წარმოგვიდგინა, ხო? ანუ ფულის თემაც არის და პოლიტიკაც. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ამ გლუვისთვის არის ფულის ქეშიც, რომ მაგის სულ ერთია რაში გააკეთებს ამ ქეშს, ხო? მოღალატეს ეძახიან თინახიდაშეს და თვითონ აბა რა არიან უბრალო მოღალატეები კი არ არიან, არამზადები არიან და ავიცი საშინელებას უკეთებენ თავის ქვეყანას, რომ თავისმა გლუმა კიდე ერთი ქეში იშოვოს კაპეიკის მონა, როგორც აი სულ ამბობ რა, ეგ არის, ეგ არსება არის, აი კაპეიკისთვის გაიგუდოს თავს ქვეყანასაც დაუყავს და რაზიანთ რა. ამ წუთას აი სახელმწიფო უწყებები როგორ მონაწილეობენ ამაში, ეს უშიშროების სამსახური რასაკეთებს, პოლიცია რასაკეთებს? ჩვენ აი რაც გითხარით აგერ სახელმწიფო სააგენტოას რელიგიის და უდევს იმათ სურათები და იმას შევა, ხო? ყველა მიღებაზე დადიან. ჩვენ ნახეთ აი იმაზე რა ქვია რევოლუციის წლის თავზე თუ შახაბასობაზე ამერიკიდან ჩამოსული საგარეო მინისტრის მოადგილე მანდ მივიდა. რაც თავარი მივიდა ჩუბინიძე, ხო, რაც ნიშნავდა რომ გლუვი მივიდა რა, ჩუბინიძის სხვა ფუნქცია არ აქვს, ჩუბინიძე არის, ესე იგი გლუვი არის მანდ რა თვითონ. ხო, ამ დონეზე მონაწილეობენ, ანუ ყველა დონეზე მონაწილეობენ, არაფერში არაფერ ხება, ხელს უწყობენ ზედ კიდე საპატრიარქო, რომელიც ყოველთვის სტუმრობს მაგათ ყველა ღონისძიებას და ძალიან მჭიდრო კავშირშია, რომლებიც რა ვიცი, გერმანიის რაიმე ღონისძიებაზე მე საპატრიარქოს წარმომადგენლები არ მინახავს და მან დადიან ეს სულ ყოველთვის. და საერთოდ ვფიქრობ, რომ შინაგანი ბმა ამ ფუნდამენტალისტებთან ნელ-ნელა ჩვენ საპატრიარქოს მეტი აქვს ვიდრე ქრისტიანობასთან, ქრისტესთან ზოგადად სამწუხაროდ ეგრე. კი, აი იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება საქართველოს მოქალაქის დაკავება, ახლა რაც ნახეთ საბერძნეთში, ხო? აი რა ურთიერთობები შეიძლება იყოს ახლა შეერთებულ შტატებსა და სპეცსამსახურებს შორის? ჩვენ და აი მამუკა მდინარეზე დაბარებული იყო, ხო? ამერიკაში დამატებითი დეტალებიც ხო არ არის ცნობილი, რატო დაიბარეს და ანუ რატო დაიბარეს? არის ცნობილი იყო, რომ ზუსტად ამ ზე იყო ლაპარაკი პირდაპირ და იყო ძალიან მძიმე ლაპარაკი, ძალიან მკაცრად აუხსნეს, რომ არის ამ მიმართულებით ჯერ არ მინდა ბოლომდე თქვა ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებები უკვე მიღებული, რაღაცები გაკეთდება ყველა შემთხვევაში, იქნებიან ესენი თუ არ იქნებიან და ესენი იქნებიან თუ არ იქნებიან, ეგ არ არის ჯერ გადაწყვეტილი და ეს შეეცადე რომ ეს აეხსნათ, მაგრამ იცი დამთავრდა ეს ხო? ჩამოვიდა ეს დინარაძე აქ
არა, იმიტომ რომ არა აქვს ესე ხო ვერ ურთიერთობენ იმ თავის გულთან, ხო ეს ვერ ეტყვის რომ მე ჩამოვედი და მოდი მოგახსენებთ. იმას როცა მოუნდება, მოიკითხავს, აბა თუ ჩამოვიდა, მოვიდეს მომახსენებ. არ მოიკითხა იმ დღეს და საერთოდ უბედურებაში გაეხვიენ რომ გამოვიდა რომ ეს ყველაფერი აუხსნეს, ჩამოვიდა საქართველოში და იმ საღამოს აანთეს ანძა ირანის ფერად. ანუ ეს მის კომუნიკაცია იყო? რა თქმა უნდა, მის კომუნიკაცია იყო, როგორ უნდა აუხსნა ხე რა, ვერც გაიგებს ვერ გაიგებენ ისე როგორც გაიგებენ რომ აი ჩვენ რო გითხარით თქვენ ჯიბრზე აქეთ აგვინთეთ კიდე ირანის ის. ანუ ამათი გადაწყვეტილება ჯიბრზე არ აუნთიათ. უნებრივი იქნება ხო, იმიტომ რომ იმის მერე გრძელდება ეს პანაშვიდები და ყველაფერი და ესა ხო, აგერ ეს ჩაშუშობა, ყველაფერი გრძელდება რეალურად. აბა ისთვის ელაპარაკებია ხო? და ამაზე იქნება შედეგები, რა თქმა უნდა. ძალიან მძიმე შედეგები ექნება ამათთვის. და კიდე ეს რო რა ვიცი მე ვიღაც ანგარიში დაწერს და იმას რომ დასდებენ რომ მოღალატე რატო ეუბნებიან ჩვენ რაღაც გავაფუჭებთ და თქვენ არავის არ უთხრათ ჯერ რატო გონიათ რომ თავისით ვერ იგებს ის ხალხი და მეორე ერთი ყველაფერს მიაწვდის რა თქმა უნდა რაც გინდა კანონი მიიღონ აბა რატო ეღვიჯდეთ და ამ სიბნელეში აიათოლებთან ერთად ვიცხოვროთ ჩვენ ქვეყანაში არა ბატონო ყველაფერს მივწერთ იმისათვის რომ მოაცილონ აიათოლების და ესენის მოაცილოთ ერთად და როგორ გონიათ რომ მათი ნაბიჯები ან მოძრაობები შეუმჩნეველი დარჩება აიათოლა დილით საუზმეზე რას მიირთმევდა ისრაელის სპეცსამსახურებს ეგეც ცოდნიათ ხო და აი როგორ სამყაროში ვცხოვრობთ რომ აი დაჰაკეს თლიანად მთელი სისტემა და აიათოლა შვილიშვილები რას აკეთებდნენ ისიც კი იცოდა ხო ისრაელმა არა თუ თვითონ სულიერი ამათ გონიათ რომ აი მარტო ვინმე თუ აქედან დაწერს და მიწერს იქ აი აღარ ისე გადის ინფორმაცია ყველანაირად გადის მაგრამ აქედან უნდა წეროს ყველამ რა თქმა უნდა აბა რა უნდა უწერო აბა ჩემსავშობილოს უშველო არა და უნდა მეგობრებს მიმართო აბა როგორ უნდა მოვიქცე რა თქმა უნდა ეგრე უნდა გავაკეთოთ რაც გინდა კანონი მიიღონ ეხლა გეგონება ეგეთი კანონით ვინმეს აშინებენ ამ მნიშვნელობა აქვს ტროტუარზე დგომის გამო დამიჭერენ თუ რაღაც კაი საქმე რო გავაკეთე რომ მეგობრებს გავაგებინე აქ რა ხდება იმის გამო დამიჭერენ რა მნიშვნელობა აქვს ხო შემოგითვალეს რამე დაჭერა იმდენჯერ ახსენე იმედია რომ მაგას აღარ გავბედავენ და რამეს არასდროს არ შემომითვლიან თორე მართლა უკვე შეუთვლი კი არა ნუ არ ვიცი შეუძლიათ დარწმუნებულები იყონო აბსოლუტურად ყველაფერს გავაკეთებ რაც შემძალაშია რომ რაც შეიძლება მალე და რაც შეიძლება ტკივნეულად მათთვის მოცილდნენ აქედან ხო ყველაფერს აქვს საზღვარი რა მომკლეს დამიჭირეს ის და ეხლა კიდე შემომითვალონ რამე აფხაზეთზე უნდა მკითხოთ ახლა ჩვენ ნახეთ რომ აფხაზეთშიც გამოჩნდა უკრაინული დრონები დღეს და ნახეთ რომ ეს ალბათ არ არის ჩვეულებრივი ამბავი ადრე რამდენიმე თვის წინ იყო რომ სოჩში მიფრინავდნენ ეს დრონები და აფხაზეთს გადაუფრინეს და ეხლა რა შეიძლება იყოს იქ მიზანმიმართულად იყოს ეს შეტევა აფხაზეთში და რატომ ების იმიტომ რომ ეს ხო როცა ღიათ იძახიან რომ ბაზას აშენებენ მის რუსული ფლოტისთვის რა თქმა უნდა ელოდონ ამ დრონებს ძალიან ბუნებრივი რაღაცა არის და ძალიან მიხარია რომ უკვე გახდა ეს შესაძლებელი და ახლა გამომდინარე იქიდან ურალს აღწევენ რამის ეს დრონები არ უნდა გაუკვირდეს არავის რომ აქაც მოაღწევენ ძალიან თავისუფლად და იქ უკვე მიმდინარეობს ეს მოძრაობები ამ ბაზის აღდგენაზე იყო საუბარი მაგრამ ამას დაჭირდება დრო ფული და ინფრასტრუქტურის მოწყობა ჩემი აზრით ეგ ბევრად ჩვენზე კარგად იცის უკრაინულმა დაზვერვამ რომელმაც იცის როგორც ეს ყველაფერი და რახანისრიან ეთქვა რაღაცა მოძრაობა არის უკვე დაწყებული მაინც როგორც ჩანს ну გარდა მაგისა ბაზებიც არის ხო ეხა იმ ბაზებიდან მომობს იქ ხალხი რეალურად ხო ეხლა აქ რა დგას რომ თითქმის ყველაფერი იქავა წაყვანილი უკრაინაში აქ ეხა სერიოზული ძალები არ დგანან არც აფხაზეთში არც ოსეთში ერთი რამე მინდა რომ დავაზუსტო აი ეხლა ამერიკაშია კიდე დელეგაცია საპარლამენტო ამჯერად და იქ აქვს შეხვედრები და სხვათა შორის აქვს ძალიან მემარჯვენე პოლიტიკური ძალები სადაც ჩადიან ევროპიდან სწორედ იმ ტიპის სენატორებთან შეხვედრები რამდენად სწორად აღიქვამენ მათ შორის ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის შეფიც და სხვაებიც ვინც ჩადის გზავნილს იქიდან იმიტომ რომ ობრაიანმა ვერ გააგებია მათ ვერაფერი და ამიტომ მაინტერესებს აი მამუკამდინარაძეც რომ წავიდა და იქ მოისმინა მე ამათ რო დროშა აანთეს ეს იმის ბრალი ხო არ არის რომ უბრალოდ მათ არ ესმით რა უნდა ჩვენ პარტნიორებს არა ხო ნუ ერთი არის რომ 1000-ჯერ მე კი ვიცოდი თავიდანვე მაგრამ ნუ ძალიან ბევრჯერ დამტკიცდა რომ ამ გლუს აქ თავში თავისი სამყარო და უამრავი რამე არ ესმის
არ ესმის მაგალითად ხო აი უბრალოდ დაწყებული წერილები დამთავრებული ჩვენ ხედავთ რას წვალობს ხო იმიტომ მაგას უნდა რომ ვინმე სერიოზული ტიპი მთავრობიდან ტრამპის ტიპი ესე რომ ვთქვათ აი ესე დაილაპარაკოს რა ცალკე ოთახში გავიდნენ როგორც თანასწორებმა დაილაპარაკონ რომ მოდი ძმაო ესე ვქნათ ეს მე ამას გავაგზელებ შენ არ გამიწყალო გული რაღაც ერთად ფული გავჭრათ რაღაცა დალაგდეს რა აი როგორც ხედავდა იქ თავის თვალებით იმ რუსეთში რა იმის ხო რაღაც რო იბეჭდება თავში მე ეგა გაჭედილი და იმის სხვანაირად აღარ ესმის არეტევა იმ პატარა ნაოჩში და ესა და იმითია გამორსებული და აი ბოლომდე ლამობს მაგას რა რომ აი ესე ტეტ-ატეტ რაღაცა ცოტა ისეთ აცურ ბაზარში ესე მოიბაზრონ რა რაღაცა და ნუ ეგ რო ესე არ ხდება მაგას უხსნის ის ხალხი ამდენი ხანია რომ არ შეიძლება წერილები ნუ გვიკითხავთ წერილებს მაინც უკითხავენ იმიტომ რომ დავალება აქვს ბოლომდე უკითხავენ და მე როგორც კი ამთავრებენ ამ წერილს ისინი ემშვიდობებიან იმიტომ რომ აზრი არ აქვს რა და ვერ უხსნიან როგორც წესი რა ვიცი ხე სამხარაძე არც ვიცი რა არის რას წარმოადგენს ხა რო უყურებ არ ამგონია რამეს წარმოადგენდეს ნუ მასაც როგორც ჩანს აუხსნეს კი უფრო თქვათ მარტო კონგრესმენთან არ ქონდათ უფრო მნიშვნელოვანი იყო რომ ხო NS-ის შეიყო საგდებში იყო მაგრამ მე ვფიქრობ რომ ესეც იყო იმიტომ რომ კიდე ერთხელ ხა აი ამ გამწვავებულ ფონზე აი ამ ირანზე არსებული ინფორმაციის გამო რაღაცა კიდე ერთხელ აუხსნეს ეს ყველაფერი რა შედეგს გამოიღებს მე მგონია რომ არაფერ შედეგს არ გამოიღებს მაინც იმიტომ რომ ნუ არ ესმის იმ კაცს აჰა ხო ეს არის იმას თავში არ ჩაარტყამ რაღაცას ისე არ ესმის ნახიჩევანში რომ ჩამოვარდა ირანული დრონები და აზერბაიჯანს საპასუხო დაჭირდა იქ ჯარის განთავსება და აზერბაიჯანს ცოტა ხნის წინ ომი ჰქონდა და საკმაოდ აჩვენა თავისი კუნთებით და სიძლიერით სამხედრო და აზერბაიჯანი ყველანაირად მზად არის. მსგავსი რამ რო უეცრად შეიქმნას რაიმე პრობლემა, მით უმეტეს რომ თურქეთისკენაც გაუშვეს ბალისტიკური რაკეტა, მით უმეტეს რომ თურქეთს ამ ვითარებაში ეჭირა ნეიტრალური პოზიცია. თუ პროირანული არა, ნეიტრალური მაინც და აღმოჩნდა მაინც ირანის სამიზნე. აი შემთხვევითაც რომ რამე მოხდეს ჩვენ რაიმე ტიპის თავდაცვის საშუალება ან წინააღმდეგობის გაწევის თავი გვაქვს. სამწუხაროა, ძალიან სამწუხაროა, რომ ამის თქმა მიწევს, ძალიან ტკენს მე ეს გულს, რა თქმა უნდა, მაგრამ არა. არა, იმიტომ რომ ჩვენი ჯარი სამწუხაროდ ძალიან დიდი ხანია უკვე იმ დონეზე დეგრადირდა ამათი წყალობით, რომ აი, თქვათ ის შეჩერდა ცნობები, მაგრამ ბოლოში ჩვენი ჯარისთვის აზრიც აღარ ქონდა, იმიტომ რომ ამერიკელებთან ერთად ვეღარ ვარჯიშობდნენ. ანუ 20 ეულის დონეზეც კი ვეღარ ახერხებდნენ ჰარმონიზირებას, როცა ჩვენ დროს ბრიგადის დონეზე შეგვეძლო ჰარმონიზირება. ანუ საერთოდ ჩამოშლილი არის. ხა რა გვაქვს, რა გვაქვს, რა ვიცი, არც არაფერიც არ გვაქვს. ხო ყველაფერი შეეძლოთ ეყიდათ საჰაერო თავდაცვიდან დაწყებული განსხვავებით ჩვენი დროისგან, მართლა ყველაფრის ყიდვა შეეძლო და არაფერი. საჭმელს ყიდულობდნენ თურმე. იქ რა ხდება, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, აი მეტირება ხოლმე, იმიტომ რომ აი შევარდნაძის დროს დაუბრუნდა, რომ აი ყველა ნაწილს კიდე ეს ფერმები გაუკეთეს, ანუ ჯარისკაცების საჭმელს აჭმევენ საქონელს სტიანამ საქონელს მე ყიდიან ბაზარში და აი ამ დონეზე არის ყველაფერი რა რა უნდა გაუწიო რა ის არის რატომღაც ამ შემთხვევაში აია რომ ამ ბაქო ჯეიჰანზე რატომ თავიდანვე ითქვა რომ თუ დაარტყამენ ალბათ მაინც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმათვის უფრო ადვილიაო და კიდევ კაი იმიტომ რომ ჩვენ ტერიტორიაზე ალბათ დაუბრკოლებულად დაარტყამენ რატო არტყამენ გასაგებია ხო ჯერ ესეც ზოგადად ავტობუს სატრანსპორტო გზებს ურტყამენ და ხეს კი არის თბილისი ბაქო ჯეიჰანი მაგრამ ჯეიჰანიდან რაც გამოდის იმის 30% ისრაელს მიაქმერე და ამიტომ უნებრივად ურტყამენ ხო გასაგებია თორე ჩვენთან არ ვიცი ჯარის სრულიად დეგრადირებული არის და ეს იყო ძალიან მიზანმიმართული იმიტომ ამ ეს ყველაფერი მოხდა პირველ წლებში ჩვენ რატომღაც ჩვენი საზოგადოების ძირითადმა ნაწილმა დაინახა ეს ბოლო რამდენიმე წელი თორე ყველაზე სასტიკი შეტევა რუსების ვენდეტა იყო პირველი წლები როდესაც გადაუარეს ძალოვან სტრუქტურას კონდაზვერვას ანტიტერორისტულს და ჯარს, აი პირდაპირ გადაუარეს და გაანადგურეს სპეცრაზმებს და ასე შემდეგ.
ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ეგ პერიოდი, მაგრამ ხო, მაშინ საზოგადოება არ იყო მზად, რომ მიიღო ეს ინფორმაცია და ეს ამბები ბოლომდე გაეაზრებინა. უბრალოდ ხო არ უნდათ დანახოთ, რომ ხედავდნენ რა თქმა უნდა, ხო შეიძლება ვერ დაინო. ხედავდნენ, მაგრამ არ იღებდნენ, ვითომ ვერ ხედავდნენ. ხო, არ იღებდნენ და სანამ არ მივედით აქამდე და უკრაინის ომმა უხილა მაინც თვალი დიდ წილად საზოგადოებას რუსეთი რა არის და რა შეუძლია გააკეთოს და ამას ხედავთ და კიდე ერთი აი ახლა ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის აპირებს, რომ დრონების საწინააღმდეგო სისტემები დაეხმაროს რეგიონის ქვეყნებს და საქართველოს ალბათ აქ ვერც წამოაყენებს საერთოდ პრეტენზიასაც კი. ეხლა ჩვენ ნორმალურ დღეში ვიყოთ, ხო? ეს ჩვენი ის რა ქვია, ქარხანა სადაც ვაკეთებთ. დელტა. ეხლა წესით ხო, აქამდე მთელი ეს წლები დელტა უნდა ყოფილიყო და ეკეთებინა დრონები, ხო? ჩვენთვისაც, გასაყიდადაც, უკრაინისთვისაც ძალიან ყველაზე ლოგიკური და ბუნებრივი იქნებოდა, მაგრამ არა, ხო? არა. და აგერ იმდენს მიაღწია უკრაინამ, რომ იქით თხოვნა, ხო? მეგობრებს ველაპარაკებოდი აქ წამოსვლამდე, ხუმრობდით, რომ ცოტა ხანში ზელენსკი დასავლეთს მაპს მიცემს, ხო რა, ეგეთი მდგომარეობაა უკვე და მშვენიერი იდეაც მოვიდა, რომ გაუცვალოს ეს დრონები იმაში პეტრიოტებში. პეტრიოტებში კი რა. და კარგი იდეა, რომელსაც ჩემი აზრით ალბათ მიიღებენ კიდევაც, რატომაც არა. კი. ეგრე იქნება სავარაუდოდ. ყველაფერი შეუძლიათ მოინდომებს, შეუძლებელია უკრაინელები რუსებთან არის ხო შესაძლებელი მარტო რუსებთან კი არა, აგერ მთელი მსოფლიო უფასებს და დახმარებას თხოვს. ანუ შესაძლებელია სინამდვილე. თუ არა ხარ აი ესეთი ნაგავი, როგორც ესენი არიან და თუ არა ხარ იმ ერთი უტვინო ადამიანის კაპეიკის სურვილზე მიბმული. ყველაფერი შეიძლება. ეს ფორმულა რაც იყო ვენესუელაში, რომ მოვაშოროთ თავი და მერე დავწყოთ თანამშრომლობა ეგრეთ წოდებულ დელსი როდრიგესებთან. აი საქართველოს შემთხვევაში შეიძლება იმუშაოს ამან, აი ივანიშვილი გავწიოთ და მერე კობახიძის და მამუკა მდინარაძის და შალვა პაპუაშვილის ხელი. ივანიშვილი რო გავწიოთ, მე უბრალოდ არ მგონია რომ აქ ჩვენ რომელიმე მოვასწროთ, რომ ხელი მაინც ჩავავალოთ, რა ვიცი, მე მგონია რომ მოგორცხლოს ყველა ეგრევე, რა ვიცი. და ამასთან რა უნდა, რაზე უნდა ელაპარაკონ ამ ხალხს მართლა არ მესმის. ეს იმდენად აი წარმოუდგენელი არარაობები არის, რაზე უნდა ელაპარაკონ. რა ვიცი, აი თქვათ რომ წარმოუდგენთ, აი კობახიძე დარჩა და ელაპარაკა, რაზე უნდა ელაპარაკონ. არ ვიცი. აი იმ ქოთანს შეიძლება რამეზე რო ელაპარაკო, პარლამენტის თავმჯდომარეს რო ეძახიან. პარლამენტის თავმჯდომარეს უწოდებთ ქოთანს? ხო, ნუ ჩემი აზრით რო შევხედეთ იყიდეს, მაშინ გამიჩნდა ეგ იდეა, რომ აი რაღაც პერუში ნაპოვნი თიხიდან გამომწვარე ღამის ქოთანი რაღაცა. რომელიცთან რაღაცა ავტომობილსუხის რეჟიმში მუშაობს, რაღაცა იმას ჩაუდებენ, დილაობით გადაცლიან იმ ახალ ტექსტს ჩაუდებენ და მერე იმას ლაპარაკობს. წარმოუდგენელ რაღაცებს, აი საოცრებებს უბრალოდ. ან არა, ნუ უკვე ხო მართლა იმაში გადავიდნენ, ხა ეს კანონების ტექსტუალური ნაწილიც ხო ძალიან მაგარია, ეხლა როგორ არის? თუ არ მაღიარებ დაგიჭერ. არა, ხო, მაგრამ წერია, მაგრამ იმის არალეგიტიმურობის აღქმა თუ დამკვიდრდა. აი, კანონში ნის ტექსტი არის ეს, რომ თუ დამკვიდრდა არალეგიტიმურობის აღქმა. იცი როგორ უნდა აღასრულონ ეს კანონი და უნდა განსაზღვროს. ჯერ ვინ არის ანალიზატორი, რომ დამკვიდრდა. იქნება ცდილობა არის, მაგრამ ჯერ ვერ დამკვიდრდა და აი ნაღადად რომ დამკვიდრდა იმას ვინ ადგენს. კომისია ალბათ რაღაცა. მე შევთავაზე კომისია თავის შემოადგენლობიანო გვეშინ დავუწერე Facebook-ზე და რა ვიცი. ვინ შეიძლება იყოს? მე იყოს ლუკიანის და მე რა ვიცი როგორც ესეთი მაინც უნდა კითხოთ ნიკო შეშენგელაიას აზრი იმ ოჯახის წარმომადგენელია ეგეც იყოს ეს როგორც სპორტსმენი გოგა ხაინდრავა იყოს ახლა ნარკოტიკებს გადაურჩა და მანდაც რაღაც მოახერხებს როგორც ყოველდღიურული ამ ყველა კიდობან სულეს ის უცნობი იყოს და ეს ორი ასტროლინგვისტი და ორი ასტროარქეოლოგი ეგენი აუცილებლად უნდა იყვნენ და იმ მენცარიდან უნდა იყოს ვინმე კიდე და ეგ არის რა პრინციპში. და ერთი ორი მარკშეიდერიც იყოს მაინც. მარკშეიდერი აუცილებელია კი. ანუ მაინც რა არის ხო ამბობდით რომ და ამათი ნოუ-ჰაუა ეს ასტროლინგვისტი. ეს იქნება მათი ასტროარქეოლოგიც კი აუცილებლად და ეს კაი. ხო და ეხა ამებს მართლა სერიოზულად ლაპარაკობ და მე რა ვიცახით რომ ამათ რო დაელაპარაკონ სერიოზულად ამერიკელები. რაზე დაელაპარაკონ ასტროარქეოლოგიაზე თუ რა ხო არა მართლა წარმოვიდგენია. ანუ დაელაპარაკონ ერთადერთი როგორ წავიდნენ რა დავანებოდა.
ხო, ну ასე მხიარულად უნდა დავასრულოთ და ნახოთ ხა როგორ განვითარდება ირანში მოვლენები, რამდენ ხანს გაგრძელდება და რამდენად გაფართოვდება ომის გეოგრაფია თუ არ გაფართოვდება, იმიტომ რომ ირანმა ფაქტია რომ ეს ყურის ქვეყნებიც გადაიკიდა, ხა გაავებულმა ირანმა და ყველგან გადაბომბა ყველაფერი. ვინც ესე ჩარტოს არაპირებდა, კი იყვნენ იმ მხარეს, მაგრამ ჩარტოს არაპირებდნენ, ყველა ჩარტეს. მე მაინც გონია რომ ალბათ ინტენსივობა იკლებს, იმიტომ რომ ეს ბალისტიკა ეხა იგივე გაუთაველი რაოდენობის არ ექნება. დრონები კი აშკარად ძალიან ბევრი აქვთ, მაგრამ ბალისტიკა ნელ-ნელა ალბათ რამდენიმე დღეში მაინც ნელ-ნელა ამოწურვას გაიწევს. ხანამდეც მივა ალბათ მოკავშირეების მსახვრალი ხელი და რაღაც დასაწყობებული რა, ანუ როგორც ჩანს 10,000-ობით შეიძლება კონდეთ რეალურად რა. მაგრამ ბალისტიკა ამდენი ვერ ექნებათ, ხო არა თვე როგორც მინიმუმ გაგრძელდება ნამდვილად კი შეიძლება მეტიც, მაგრამ ინტენსივობა მოიკლებს ჩემი აზრით. მით უმეტეს რომ თან ომის მინისტრისა ტრამპიც ამბობს რომ ჯერ ფაქტობრივად არ დაგვიწყიაო და ყველაფერი წინ არის და დასაწყისი თუმცა ნახეთ ჩვენ და ეს ტალღა ლიდერების განეიტრალების. მოკლედ დიდი მადლობა. თქვენს მოწვევით. და ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და დროდადრო მოგვიწევს ალბათ ანალიზი ამ თემებზე და დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. მე მგონი საინტერესო გამოვიდა, თამხიარული და ასე რომ ჩვენი მაყურებელი ალბათ ინტერესით მიადევნებს თვალს ჩვენს საუბარს. დიდი მადლობა გივით კიდევ ერთხელ.